კიდევ ერთ თემას, რომელიც ჩვენთვის ძალიან საინტერესო და აქტუალურია, თემას, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს განსაკუთრებულად ეხება, საკითხი შეეხება საპენსიო ნაწილს, ვიდრე ჩვენ სტუმართან ვისაუბრებთ ამ თემაზე, მანამდე მინდა შემოვთავაზოთ რამოდენიმე ძალიან საინტერესო დიაგრამა და საინტერესო მონაცემი, სადაც ნახავთ თუ რა ვითარება გვაქვს ჩვენ საპენსიო თვალსაზრისით ქვეყანაში, დააგროვებითი პენსიით, რამდენმა ადამიანმა ისარგებლა, ყოველთვის არის ხოლმე ამ თემაზე საუბარი, 27643 ადამიანმა ისარგებლა უკვე და პენსიის სახით გაცემული თანხის მაჩვენებელსაც ვხედავთ ჩვენ ამ ჭრილში 130 მილიონამდე ვსაუბრობთ. ამ შემთხვევაში სხვა შორის ეს არის უახლესი მონაცემები, რომელიც გვაქვს 31 იანვრის მდგომარეობით არსებული მონაცემები. ხშირად ისმის ხოლმე კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ შეგვიძლია თუ არა ამ თანხებით სარგებლობა. ეს არის კონკრეტული რიცხვი ადამიანებს, რომელსაც ისარგებლეს ამ თანხებით და თუ შეგვიძლია თუ არა ამაზე სტუმართან ვისაუბრებთ ოდნავ მოგვიანებით კიდევ ერთხელ. მანამდე შემდგომი დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ უკვე შევხედავთ სურათს, რომელიც გვეუბნება ჯამში განთავსებულ პორტფელებში, ანუ იქ სადაც საპენსიო სააგენტო ანთავსებს ამ შემთხვევაში საპენსიო ფონდი ანთავსებს მის თანხებს, აქედან მიღებულ ამონაგების ნაწილსაც ჩვენ ხედავთ საკმაოდ საინტერესო დინამიკას ასევე ამ თვალსაზრისით და აქ არის მოცემული 3 პორტფელი, აქ არის კონსერვატიული, დაბალანსებული და დინამიკური პორტფელი, ანუ 3 სახის პორტფელი აქვს საპენსიო ფონდს და ამასაც განმარტავთ, რას ნიშნავს თითოეული პორტფელი და რა გულისხმობს სარგებლიანობის თვალსაზრისით. ცხადია, როდესაც საუბარია 3 ტიპის პორტფელზე, აქ ავტომატურად გულისხმობა, რომ აქ სარგებლიანობის მაჩვენებელს რაღაცა არჩევანი უნდა არსებობდეს, ხომ და რაღაცა არჩევანი რაღაცაზე უნდა იყოს დამოკიდებული. ეს ცხადია, ამ შემთხვევაში არის სწორედ სარგებლიანობის ჭრილი ძირითადად და ამ ნაწილსაც ჩვენ შევაფასებთ. ამასობაში შემდგომი დიაგრამა ნახოთ თუ შეიძლება, სადაც ვხედავთ საერთაშორისო აქციებსა და პორტფელებში განაწილებას ჩვენი საპენსიო თანხების საქართველოს საპენსიო ფონდის მხრიდან, ხედავთ პროცენტულ მაჩვენებლებს, 18% ამ შემთხვევაში არის ევროპის მიმართულებით, განვითარებადი აზიის მიმართულებით არის 19%, ზოგადად განვითარებადი ბაზრების მიმართულებით არის 16.5%, 2%-ია ლათინური ამერიკის მიმართულებით და ყველაზე უფრო მსხვილი მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის შეერთებული შტატების მიმართულებით 44%-მდე თითქმის, ანუ გეოგრაფიულად საკმაოდ საინტერესოდ არის განაწილებული ამ კუთხით პორტფელები, ანუ ის თანხები, რომელიც ჩვენ გვაქვს აქ განთავსებული. ახლა თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენ ახლა გვიყურებს ტელევიზიის საშუალებით თუ სოციალურ ქსელში, ცხადია, უნდა იცოდეს, რომ და მონაწილეობს საპენსიო ფონდში, ანუ არის ასე ვთქვათ, ბენეფიციარი პოტენციალური საპენსიო ფონდის, იცის, რომ მისი თანხა არის განთავსებული აი ამ არეალში, დაახლოებით ცხადია იმის დამიხედვით, თუ რომელი პორტფელი აქვს მას არჩეული და ბოლო დიაგრამა თუ შეიძლება, სადაც ჩვენ ვხედავთ უკვე საინვესტიციო პორტფელების აქტივების გადანაწილებას, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემს მიერ ნახსენები თუ როგორ არის დაბალანსებული, გადანაწილებული, იგივე დინამიური ნაწილი, სად რა მიმართულებებით არის განთავსებული. ძირითად შემთხვევაში აქ ჩვენ უყურებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში არის საქართველოს სახაზინო ობლიგაციები, არის საერთაშორისო აქციები, სადაც ვხედავთ, რომ დინამიკური და დაბალანსებული პორტფელი კიდევ უფრო აქტიურად არის წარმოდგენილი და ასევე სხვა მიმართულებებით, რომელიც ძალიან მცირე ადგილს იკავებს ამ ჭრილში, როგორც დაბალანსებული, ისე დინამიური ჭრილში. თუმცა არის მთელი რიგი საკითხები, მთელი რიგი სიტყვები, მათ შორის, რომელიც შეიძლება ბიზნეს და ეკონომიკური განათლების არ ქონია და მის ასე პირდაპირ ნაცნობი არ იყოს, ისევე როგორც უფრო მეტად უნდა განმარტოთ ის თანხები, რომელიც არის აკუმულირებული საპენსიო ფონდში, სად არის, როდის შეგვეძლება მათი მიღება, როგორ ზრუნავს საპენსიო ფონდი იმისთვის, რომ ეს თანხები იყოს უსაფრთხოდ